ანუ ბრალდების მხარე მთელი 11 ტომი მასალები დაგვიდო, ანუ გულბაათი რო დააკავეს იმ ღამით ერთი ზარის უფლებით ისარგებლა და მე და მირეკა შევედი გავერკვიე საქმის ვითარებაში, გულბაათით ნახე და ჩამოგვიტანეს ეს მაგიდაზე 11 ტომის საქმის მასალები და დილის 7 საათამდე მე და ბატონი გულბაათი ვეცნობოდით, ვკითხულობდით. ყველა ამ 11 ტომში ყველა ფურცელს რა წერია, რომ დოკუმენტი შეიცავს სახელმწიფოს საიდუმლოებას და ასლის გადაღება დაუშვებელია. წარმოვიდგინეთ 11 ტომი მასალა უნდა დავიმახსოვრო დეტალურად მე. ანუ სასამართლოზე რო ვიდა უნდა დავიმახსოვრო. ასლის გადაღების უფლება არ გვატანე, ასლის გადაღების უფლება არ გვაქვს. ან 11 ტომი უნდა დაიმახსოვრო, რას ედავებიან სად რაღაცა. ხო, რაღაც დეტალები ხომ მინდა, ჩემი მონიშნა ხომ მინდა გავაკეთო, რაღაც ვიმუშაო, სტრატეგია შევიმუშაო. არა, უბრალოდ ну შემიძლია მივიდე კიდე და კიდე გადავიკითხო, მაგრამ აი როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, აი ადამიანის გონება შეუულია, რომ 11 ტომის ყველა ხო, რამდენჯერ უნდა მიხვიდე, დაიმახსოვრო. ანუ ეგ არის პირველი. ზოგადად მაყურებელს აუხსნათ, რას ნიშნავს გრიფით საიდუმლო, ეგრო საქმეს ედება, ის საქმე ვერე როგორ გრძელდება და რა გარემოებრივად იგივე პროცედურა, რა შეულებრივად საჯარო, რა ქვია, სხდომებზე, იგივენაირად მიდის, უბრალოდ დახურულია სხდომები. სასამართლოში გვაწერინებენ გაუთქმელობაზე, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რა მტკიცებულებები დევს საქმეში, ამაზე ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ, არ გვაქვს უფლება, რომ გავახმაუროთ ეს მტკიცებულებები, უბრალოდ სასამართლო ვინაიდან დახურულია, იქ შეგვიძლია ვიდაოთ. მაგრამ რამდენად თანაბარ პირობებში ვართ აი ამას გეუბნებით. ანუ მე უნდა დავიმახსოვრო და ბრალდების მხარეს შეუძლია ეს 11 ტომი ედოს და იმით იხელმძღვანელოს. აი ეგ არის უბედურება. კარგი, მაგათ თავი გავანებოთ ახლა რა შეეხება იმას, ინტერესი არის ხოლმე რომ არის რამე ისეთი რომ მართლა გაამყარონ თავიანთი ბრალდება? პირდაპირ გეუბნებით, არა. მთელი 11 ტომი არის მაკულატურა. ანუ კონკრეტულად ვერ ვიტყვი რა მტკიცებულებებია, მაგრამ ერთობლიობაში რო შევაფასოთ, იქ ჯაშუშობის მომენტი არ იკეთება. ანუ ჯაშუშობას რა ჭირდება, ხო? ორი მთავარი მომენტი ჭირდება. პირველი ადამიანი უნდა თანამშრომლობდეს სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან, ანუ უნდა იწოდეს რომ კონკრეტული იგორია ვიყოთ მაგალითად, იგორი არის კაკების აგენტი, იგორის დავალებით საქართველოში უნდა აგროვებდეს ინფორმაციას, მათ შორის საიდუმლო ინფორმაციას უნდა აგროვებდეს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ გადაწემდეს ამ იგორს და ამით უნდა ზიანდებოდეს ქვეყნის ინტერესები. ეს ყველაფერი არ გვაქვს ჩვენ. ანუ გულბაათი არ თანამშრომლობდა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან, საიდუმლო ინფორმაციაზე რა თქვენ აღნიშნეთ, დაშვება არ ქონდა. წვდომა ვერ ქონდა, დაშვება არ ქონდა, ანუ ძალოვან სტრუქტურებში არ მუშაობდა, არ არის ყოფილი პოლიციის თანამშრომელი, არ არის ყოფილი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, ან თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი. რანაირად უნდა ქონოდა დაშვება ამ ინფორმაციებთან. თუ ბატონ გულბაათს ქონდა ამ ინფორმაციებთან დაშვება, მაშინ სახელმწიფო სტრუქტურები ჩამოშლილი ყოფილა. ხო, ანუ შიგნით ყოფილა ისეთი ვიღაცა, ვინც აწვდიდა და მაშინ ისიც უნდა ხო, მაშინ უნდა გამოავლინო და ააკავონ, მაგრამ უყურეთ, ინფორმაციის გამოტანის და გადაწემის ფაქტი არ დასტურდება და მთელი ბრალდება რაღაც აბსურდია აგებული. აი ჩვეულებრივად რო ვივარაუდოთ, რატომ მოხდა დაკავება, იმიტომ რომ პოლიტიკური ნიშნით, იმიტომ რომ დასავლეთთან უნდათ გადატვირთვა, რა თქვენ აღნიშნეთ. მე მეკითხა, ხო, მოტივი ხო რაღაცა აქვს, ხა ხო, ანუ ჩვენ ხო ვარაუდები გვაქვს ჩვენ. ყველა მიცის წლების განმავლობაში ეწეოდა საჯარო საზოგადოებრივ პოლიტიკურ საქმიანობას, სამეცნიეროს, ეს არის ძალიან განათლებული და ერუდირებული ადამიანი და ჩემი სუბიექტური აზრია, რა თქმა უნდა, ამას უკავშირდება ეს ყველაფერი. მოტივი რაღაცა ხო უნდა იყოს, ხა ის ხო არა, რომ შევარდნენ ადამიანთან ღამე და აკავეს და ესეთი მძიმე ბრალდება წაუყენეს და ამ ბრალდებით არის დაკავებული ეს ყველაფერთან ერთად ღირსების საკითხიც არის. მე წავიკითხე მაშინ შენ გამოიტანე მე მგონი გულბაათს წერით, რომ მე ავცილებლად დავამტკიცებ, ჩემი აზრით მას არაფერი სამტკიცებელი არ აქვს, მაგრამ რადგან გაბრარებენ, მაინც გიწევს მტკიცება, ხო? ხო და ეგ ღირსების საკითხიც არის ხა, ხო, რას გიდავებიან, გეუბნებიან, რომ შენი ქვეყნისთვის რაღაცა ძირგამომტყელ საქმიანობას ეწეოდი. მოტივი რის გამოც ეს პროცესი დაიძრა და ადამიანი დააკავე, შენიათ რა შეიძლება ყოფილიყო აი კონკრეტულად? გეტყვით, უყურეთ, ჩვენ ხო რაღაც ანალიზს ვაკეთებთ ახლა, ნუ ციხეში შევდივარ ხოლმე პერიოდულად და ვეკითხები კიდევ, აი რას უკავშირებს შენ ამ დაკავებას, რატო აი ვერ ხვდება თვითონაც გაოგნებულია, რატო უნდა დაეკავებინათ, ნუ მე რაღაც გარკვეული ანალიზის საფუძველზე მივდივართ ერთ დასკვნამდე, რომ
ანუ გულბაათი როგორი პიროვნება იყო, ხო? ანუ იყო მკვეთრად გამოხატული საჯარო პირი, რომელიც არ მალავდა მის საქმიანობას. საჯაროდ ამბობდა, რომ რუსეთთან ურთიერთობები უნდა დაალაგდეს. იქნება ეს ეკონომიკური, დიპლომატიური თუ ასე შემდეგ ნორმალიზება უნდა მოხდეს ამ ურთიერთობების. ამ საკითხებთან დაკავშირებით კონფერენციებს მართავდა, პოლიტოლოგებს ხვდებოდა, თავის კოლეგებს ინფორმაციებს ვლიდან ერთმანეთში და ამ თემის აქტუალურობას ახდენდა. აი რა არის მან ჯაშუშობა? ჩვეულებრივად ჯაშუშები პირიქით თავის საქმიანობას მალავენ და რაღაც ფარულად მოქმედებენ და გულბაათი გახსნილი იყო საჯაროდ თუ რამეს აკეთებდა და რაიმე ნაბიჯები ჰქონდა გადადგმული ქვეყნის საკეთილდღეოდ ამ ყველაფრის აფიშირებას ახდენდა. ალბათ ვიღაცებს არ მოეწონათ ეს აშკარად გადადგმული ნაბიჯები ქვეყნის საკეთილდღეოდ, რომ რუსეთთან ურთიერთობები დაალაგებული იყო. ალბათ ყველაზე მკვეთრად გამოხატული ეგრეთ წოდებული ბრჭყალებში რო თქვა რუსეთუმე პიროვნება, ნუ ლიბერალები ხო ეგრე იმაშუებიან, რა ქვია, რაღაც თუ ჯანს აღადაგრონებ, ან რუსეთუმე ხარ, ან ქვეყნის ჯარში ხარ. დააკავეს ამერიკის დავალებით, ან დასავლეთის დავალებით, ან უბრალოდ ამათმა იტრიპაჩეს და იმათ დაანახეს, რომ აი შენი აზრით შეიძლება არის დავარება, თუ უბრალოდ ამათი მხრიდან უკვე აი ორივე ვერსიას განვიხილავთ, შეიძლება დაავალეს, ან ამათმა უბრალოდ იტრიპაჩეს. და დასავლეთ დაანახეს, იმიტომ რომ მეორე დღით გულბაათი რო დააკავეს, მეორე დღით ამერიკის დელეგაცია ჩამოვიდა და ამერიკის დელეგაციის ჩამოსვლის დეპარტამენტისას გულს. კი, ჩამოვიდა და იმათ დაანახეს, რომ აი ჩვენ მკვეთრად გამოხატული რუსეთუმე პირი დავაკავეთ ქვეყანაში და ჩვენ თქვენთან გადავტვირთვა გვინდა. მაგრამ წეღა როგორ წახსენეთ, თქვენ მარკო რუბიომ გადაასხა წყალი ამათ ჩვეულებრივად, აქამდე მაინც გაეკეთებინა მარკო რუბიოს ეს განცხადება, შესაძლოა არ დაეკავებინათ. ერთი მაგ ფაქტს უკავშირებთ. მეორე გულბაათი გააქტიურდა ტელევიზიის მიმართულებით ობიექტივში გადაცემა მიყავდა მარტიდან, მე მგონი 27 მარტიდან. და რაღაც საკმაოდ ყურებადი იყო მისი გადაწყვეტილება და საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა და საკმაოდ რაღაც ერთგვარი მხარდამჭერთა რაღაც კარგად მოაზროვნეთა ლაშქარი მის გარშემო იკრიბებოდა. ალბათ ეს ყველაფერი აღკვეთეს. შემდგომ იყო ბატონ გულბაათმა დაანონსა რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შექმნა, ანუ რუსოფობიური გამოვლინებები ქვეყანაში უნდა გამოევლინა და გაესაჯაროებინა. ანუ ეგ ხო არის რაღაც გასამხედროებული რაღაც დანაყოფი, რომ რაღაც კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები უნდა განეხორციელებინა. არა, საჯარო სივრცეში იდება ჩვეულებრივად რაღაც ფაქტები, ან გავიგებდით მათ შორის ამ საბჭოში რაღაც გარკვეული ჩემი წვლილი უნდა შემეტანა როგორც იურისტ და იურიდიული შეფასებები დამედო, გასაჯაროება უნდა მომხდარიყო ამ ფაქტების და ჯერ აღრიცხვა, მერე გასაჯაროება. ალბათ ამანაც გარკვეული როლი იმოქმედა მის დაკავებაში. გულბაათი აპირებდა ობიექტივის ჯგუფთან ერთად ირანში ჩასვლას და ადგილზე ომის ვითარებაზე სიუჟეტი უნდა გაეკეთებინა. ალბათ ეს არ აწყობდათ მათ ინტერესებში არ შედიოდა, ანუ გულბაათმა კი მე წინა დღით გადაიფიქრა, რომ მამის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე უარი თქვა ირანში გამგზავრებაზე, მაგრამ მათ ხო არ იწოდნენ, რომ უარი უნდა ეთქვათ. ანუ ეს სამივე გარემოება ერთმანეთში რო შევაჯამოთ, ალბათ ეგ იყო გულბაათის დაკავების მიზეზი ვერ ხვდები, რატო შეიძლება დაეკავებინათ. ზოგადად ეს რის გამომხატველიც არის, ხო? აი ეს პრეცედენტი, ესეთი რაღაცა შეკერილი საქმით ადამიანის დაკავება. როგორი პრეცედენტია და ზოგადად რა პოლიტიკურ ვითარებაზე მიუთითებს და საერთოდ თუ ესეთი რაღაცა მოხერხებადია ამ ქვეყანაში, მაშინ რითი არის სხვა ნებისმიერი ადამიანი დაცული? ძალიან წუდია ჯაბა, ძალიან წუდი, აი ანალოგიური ბრალდებით ნებისმიერი პიროვნება შეუძლია დააკავონ, არავინ არ ვართ დაზღვეულები და ყველა შეუძლია დაუყენონ ბრალი ჯაშუშობის ბრალდებით. დახურონ ხდომები, გრიფით საიდუმლო დაადონ და რა შვებით მე ამ დროს. სასამართლო რამდენად დაადგენს გამამართლებელ განაჩენს ერთია და ამის ჩვენ იმედი გვაქვს და იმით ვიტოვებთ, რომ მოსამართლეზე ჩარევა არ მოხდება და იქ ჩვეულებრივად დავამტკიცებთ, რომ გულბაათი უდანაშაულოა, მაგრამ ამ თვეების გატარება ხო გლდანის ციხეში მოუწევს, აი ეგ არის უბედურება. მორალურად ხო ანადგურებენ, ყოველ შემთხვევაში ცდილობენ რომ გაანადგურონ. პირველი მომაკვდავი მამის თვალწინ დააკავეს, მეორე მამის გასვენებაში არ მიიყვანეს და ისეთი მძიმე ბრალდება წაუყენეს, რომ ქვეყნის ღალატი და ჯაშუშობა აი მორალურად
ნორმალურ პატრიოტ ადამიანს რო ანგრევს. როგორც სააკაშვილი აკეთებდა და შვებოდა მის კონკურენტებს, ან თუ ვინმე არ მოწონდა პირდაპირ იმაშებოდა, რომ აი ეს აგენტია, რუსეთის რა შპიონია, რაღაც სოციალურ ქსელებში ვადევნებთ თვალყურს, აი გულბაათის დაკავების ინფორმაცია რო გავრცელდა. ბევრმა ადამიანმა დაწერა, ეს სოციალურ ქსელებში ხო განწყობებს აჩვენებს, რომ ჯაშუშობის ბრალდებაო და რაღაცა დეჟავუ ქონდა ბევრს სააკაშვილის პერიოდში. ჯაშუშობის ბრალდებით რო აკავებდნენ ადამიანებს. და ის დაკავებული ადამიანები წლების შემდგომ ყველა გამართლდა. ყველა საქმე გადაისინჯა და ყველა მიმართ დადგა გამამართლებელი განაჩენი და დღეს პოლიტპატიმრები არიან. სტატუსი აქვს. იგივე მომავალი ელოდება გულბაათის საქმეს. აი დარწმუნებული იყავით თქვენ და აი აქედან პირდები ჩვენ ხელისუფლებას რომ გულბაათს ვეღანაირად ვერ დაუდასტურებენ რომ ის ჯაშუში, იმიტომ რომ არ არის და ეგეთი რამე ბუნებაში არ ხდება რომ ამ ადამიანს რაიმე ქვეყნის ინტერესები დაიზიანებინოს და სხვა ქვეყნის სასარგებლოდ რაიმე ქმედებები გაეკეთებინოს, ჩვეულებრივად დადგება გამამართლებელი განაჩენი და ერთ-ერთი პოლიტპატიმარი შეიძლება მივიღოთ. ამ რეჟიმის უკვე. ანუ ის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება არც ნაცმოძრაობას არ უღიარებია რომ ისინი პოლიტპატიმრები იყვნენ, მაგრამ საზოგადოება მისცა ეს შეფასება. ანუ საზოგადოებრივ განწყობას რაც თქვენ ახსენეთ ერთგვარ ანალიზს უკეთებთ ჩვენ ახლა მე როგორც ადვოკატი უშუალოდ ჩართული ვარ ამ საქმეში და ძალიან ბევრი გულბაათის მეგობარი, ნაწნობი, ისეთი ადამიანი საერთოდ თვალით რო არ აყავთ გულბაათი ნანახი მიკავშირდებიან, აზრს მეკითხებიან, სოციალურ ქსელებს სწავლობთ, უყურებთ. ანუ ერთი ადამიანის კი ვერ ვნახე, არა თუ გარკვეული ჯგუფი, ერთი ადამიანის კი ვერ ვნახე, რომელსაც ჯერა გულბაათი ჯაშუშობა. ანუ ეგ არის უბედურება. მხოლოდ ბრალდების მხარემ რაღაც გიჟური ბრალი შეიტანა სასამართლოში, დააკავა კაკებეშნიკური მეთოდებით, სააკაშვილის მეთოდებით და ამით უნდათ რომ მორალურად დაანგრიონ ეგ ადამიანი და არ გამოუვა, თვითონ დაზარალდებიან უფრო მეტად. თან არ დაგვაუწყდეთ ბატონი ვიქტორ წყილაძე გულბაათის მამა გადასახლებული იყო ყაზახეთში, შუა აზიაში. შუა აზიაში, კი ბატონო. და ეხლა ამ ადამიანს ედავებიან, იმ ადამიანის შვილს ედავებიან ჯაშუშობას. აი ხო ნონსენსია. გარკვეულწილად საბჭოთა მემკვიდრეობაც კი არის ამ ხელისუფლებისთვის და ეს ძალიან დიდი ლაქა არის ქართული ოცნებისთვის. ვიქტორ წყილაძეს საზოგადოებას წინაშე წარდგენა არ ჭირდება, მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსენებ, ახალ თაობას შეიძლება არ ვიცი ვინ არ იცოდეს, მაგრამ თუ ვინმე მარიცის, ეს იყო დისიდენტი, სვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას თანამებრძოლი, უგანათლებულესი ადამიანი, აი თითზე ჩამოსათვლელი რო შეიძლება დღეს საქართველოს ყავდეს, თეოლოგი, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი, უმნიშვნელოვანესი წიგნების და ნაშრომების ავტორი, თარგმნელი, ძალიან საინტერესო წიგნები აქვს თარგმნილი და რა ვიცი, ხა რაც მას თავისი ამ საზოგადოებრივი მოღვაწეობით წვრილი აქვს ქვეყნისთვის და სიკეთე აქვს გაკეთებული, ვინც იცის და ვინც არ იცის, გაეცანით და დიახ, იყო გადასახლებული. აი ეგ აღნიშნე რა, ამ ადამიანის შვილს ამ ბრალდებით რო აკავებ, უკვე ჩიხში ხარ. სხვა რამე დააბრალე. სხვა რამე მაგალითად სისხლის სამართლის რომელიმე მუხლი გადაკექე და თუ რაღაც ჟარგონში რო თქვა გაჩალიჩება გინდა. ყველაზე მწიმე იმით აკავებენ ჯაშუშობის და ქვეყნის ღალატით. ეს ადამიანი ქვეყნის სიყვარულით გაიზარდა თავის ოჯახში. და ისე მოდიოდა დღემდე და ისე იწნობს საზოგადოება, რომ ქვეყნისთვის კარგი გაკეთება უნდოდა. და ეგეთ ადამიანს აბრალებენ ქვეყნის ღალატს. აი ეგ არის ტრაგედია. და ქართულ ოცნებაში თუ ვინმე გონიერება შერჩა, თუ რომელიღაც კონკრეტულმა ჯგუფმა დაიჭირა და ეს არ იყო რაღაც სისტემური გადაწყვეტილება, გონს მოეგონ ჯობია. გონს მოეგონ და გაანთავისუფლონ გულბაათი. ჩვენ სამართლებრივად ვიდავებთ ბოლომდე. რამდენი ხანი წავიდა დაგვჭირდეს და მაინც დავამტკიცებთ მის უდანაშაულობას. მაგრამ ამათვის ჯობია თვითონ, რომ ერთი პოლიტპატიმარი არ მიიღონ. ლაშან, ხე აი შევთქვი, რომ ვერ ნახე ადამიანი, რომელმაც ეს დაიჯერა. გულბაათ რცხილაძის დაჭერა შეიძლება ვიღაცას, აი მაგალითად ლიბერალებს. აი კორექტიულ ვიღაცა ჩერგორეიშვილებს, იმიტომ რომ აი სხვა შორის ნახე იმ დღეს ჩერგორეიშვილმა რაღაცა ირონიულად დაწერა. შეიძლება ვიღაცას გაუხარდას არ ვიტყვი, მაგრამ ვიღაცამ იღრიცინა, მაგრამ ბრალდება, რომელიც გულბაათს წაუყენეს, იმათაც არ ჯერათ. კი, არავის ჯერა. ადამიანი არ მეგურება, რომელსაც არც ერთ პოლიტიკურ პლანზე და მხარეს მათ შორის იმ ბანაკშიც, რომლისთვისაც შეიძლება გულბაათის იდეოლოგია კატეგორიულად მიუღებელი ადამიანი არ მეგურება, რომელსაც ეს დაიჭერა.
გეთახმები აბსოლუტურად და თან ადამიანის მიმართ რო დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი საქმეში უნდა გქონდეს მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხო და მტკიცებულებათა ერთობლიობა კი არა, ერთი პირდაპირ მტკიცებულება არდებს საქმეში, რომ რაიმე კუთხით ქვეყანა დააზიანა ან ჯაშუშ საქმიანობას ეწეოდა. არც ირიბი მტკიცებულება არდებს. მხოლოდ რა ვიცი, ეჭვები, ვარაუდები, თავიანთი მონაგონი რაღაც ბრალი, აი ფანტაზიის ნაყოფია მთელი ბრალით ფორმულირება. და ეჭვი ყოველთვის უნდა გადაწყდეს ბრალდებული სასარგებლოდ და იმედია მოსამართლეს მოწოდების სიმართლეზე დადგება და რაღაც პროკურატურის ნარატივში არ ჩაჯდება და რაიმე ზემოქმედება არ მოხდება. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას იყენებ, რომლის აუცილებლობა არ იყო და არ დგებოდა და სხვა უფრო მსუბუქი ღონისძიება შეეძლოთ გამოიყენებინათ. მე გირავ შევთავაზე 30000 ლარის ოდენობით, შევთავაზე რომ პასპორტი ჩამოერთმიათ, საზღვარი ჩაეკეტათ, პოლიციაში გამოწყადების ვალდებულება ქონოდა თუნდაც კვირაში ერთხელ ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური გაეკეთებინათ, ანუ მის გადაადგილებას გააკონტროლებდნენ, სრულად იქნებოდნენ დაზღვეულები, რომ აღკვეთის ღონისძიების მიზნები რა არის, რომ არ მიიმალოს, მტკიცებულებები არ გაანადგუროს, მოწმეებზე არ მოახდინოს ზემოქმედება და ასე შემდეგ, ეს საფრთხეები იქნებოდა აღმოფრთული ჩემს მიერ ზემოჩამოთვლილი ღონისძიებებით. მაგრამ არა ადგენდა პატიმრობა შეუფარდეს. აი ეგ არის კიდევ ერთი უსამართლობა. მეორე კიდევ გულბაღათი არ არის დღემდე დაკითხული. ანუ ადამიანი დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, ბრალი წარუდგინეს და დაკითხული არ არის. ხო და ამ კაიდედ მამიშვილებს ბატონ გულბაღათი წინააღმდეგ რომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს და საქმე აღწევს და რაღაც კითხვები ჰქონდათ. მანამ დააკავებდნენ ელემენტარულად დაერეკათ ერთი რომ ბატონ გულბაღათ მობრძანეთ თქვენთან კითხვები გვაქვს. იმალებოდა მივიდოდა ჩვეულებრივად და თუ რამე კითხვები აქვს, ყველაფერს პასუხს გაწევდა ჩვეულებრივად. არ იმალება. და პირიქით, აი ჩვენი მოთხოვნაა, რომ გასაჯაროდეს ახლა ყველაფერი, თუ რამე მტკიცებულებები დევს, გრიფით საიდუმლო მოეხსნას, რომელი დამნაშავის ინტერესში იქნება გასაჯაროდეს ის ფაქტები, რაც ჩაიდინა, ხო და როცა ადამიანს ესეთი რაღაცა ჩადენი თუ ჩადენილი აქვს, ის არის მოტივირებული, რომ დაიმალოს ეს ყველაფერი, ხო და არ გამოვიდეს კი და ჩვენ ვეხვეწებით, ჩვენ ვითხოვთ, რომ მოხსენით გრიფით საიდუმლო, პირიქით, მათ ინტერესში უნდა შედიოდეს, რომ ესეთი ხმაური მოყვა. რა არის მოტივი? საერთოდ თუ ხსნიან ამას, რომ რატო დაედო? აი რა ხო არა, ახლა ნუ მაგას ახლა არ მეთყვიან, არ თქვენ გეტყვიან და არავის არ ეტყვიან. მათ ინტერესში უნდა შედიოდეს, რომ ესეთი ხმაურიანი დაკავება იყოს, ესე გახმაურდა საქმე და პირიქით საზოგადოება დააჯერონ, დაარწმუნონ, რომ ნამდვილად ჩაშუშია ეგ ადამიანი. თვითონ უნდა გამოფინონ მტკიცებულებები. მაგრამ არ აწყობთ, იმიტომ რომ არ არის იქ არაფერი, კიდევ ერთხელ ვამბობ, არის მაკულატურა ჩვეულებრივი.